შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს ყოველდღურად რამდენ ტყუილს გვაჯერებენ. მაგალითად, როდესაც გაცხიმოვნებულ ღვიძლზე დამატებით ინფორმაციას ვეძებდი, ყოველთვის მხდებოდა ერთი სტატია მაინც, სადაც წითელ ხორცს ან კვერცხს პირდაპირ მნიშვნელობით საწამლავად ეხსენიებდნენ. მაგრამ ეს ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ეფუძნება დაკვირვებით კვლევებს, რომელიც გულწრფელად რო ვთქვათ ძალიან სუსტია. ამ კვლევებში ადამიანებს ეკითხებიან თუ რას მიირთმევდნენ მთელი წლის განმავლობაში. მაგრამ საერთოდ არ ითვალისწინებენ იმ ფაქტსაც, რომ ადამიანმა შეიძლება წითელ ხორცთან კარტოფილი ფრიც მიეყოლოს. ან საერთოდ რა იცი იქნებ წყლის მაგივრად გაზიანსასმელებს ვამდა. ეს ერთი შეხედვით პატარა ასპექტები საერთოდ არ არის უმნიშვნელო, მაგრამ მეცნიერები, მეცნიერების რაღაც კატეგორია ამ რაღაცებს პირდაპირ მნიშვნელობით ფეხებზე ეკიდებს. და ასეთი კვლევების მიზანი მხოლოდ манипуляცია და მეტი არაფერი. სულ რომ არაფერი დავფიქრდით, რატომ იზრდება გაცხიმულების ეპიდემია იმ დროსაც კი, როდესაც წითელ ხორცს ორ აგულს სწორად მომზადებულ კვერცხს ყოველდღურად ნაკლები მომხმარებელი ყავს. ხო, გაგიკვირდება და გეტყვი რომ ამის თავარი მიზეზი ნახშირწყლებია. ადამიანები ყოველდღურად ზრდიან ისეთი პროდუქტების მოხმარებას, როგორებიც არის პური, მაკარონი, შაქარი და 1000 სხვა სასუსტამი. მაღალ ფრუქტოზიანი სიმინდის სიროპი, რომელიც გაზიანსასმელებსა და ტკბილეულშია, ზედმეტად აზიანებს ადამიანის ღვიძლს. სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით საქართველოში ცხოვრობ, საერთოდ არ ითვალისწინებენ ძირეულ მიზეზებს. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც შენ ყოველდღურად იღებ საკვებს, რომელიც ღარიბია ნუტრიენტებით, მაგრამ დიდარია შაქრითა და სახელმწიფოებით, შენ საბოლოოდ გემართება ღვიძლის გაცხიმოვნება. მოკლედ ეს იყო ტრილოგიის მეორე ნაწილი, ამიტომ თუ გინდა რომ მესამე ნაწილიც იხილოს, სადაც დეტალურად გავანალიზებ თუ რა იწვევს ამ პრობლემებს და ჯერ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, მაშინ გამოიწერე არხი, დააქე ვიდეო და არ გამოგჭის შემდეგი ვიდეოები, რომელსაც ძალიან მალე დავდება.